საზოგადოებამ აღიქვას რა დონის საფრთხესთან გვაქვს საქმე. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით ქართველ ემიგრანტებს არ აძლევს საშუალებას, რომ მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, გინდა სამართლიანში, გინდა უსამართლოში, სამაგიეროდ ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი არის დაკავებული არაბული ქალაქების მშენებლობის პრომოუტერობით. მე არ დავიკომპლექსებ თავს რაღაცა ქსენოფობს დამიძახებენ თუ რას. მე გავიზარდე ოჯახში, სადაც უდიდეს პატივს წემენ ისლამს, მამაჩემი არაბისტია და ვერავინ ვერ მასწავლის მე უცხოური და მათ შორის არაბული კულტურის პატივისცემას, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს ინტერესების ხარჯზე. რომ ქუჯის და ფარნავაზის მიერ 24 საუკუნის წინ დაწყებული ქართული პროექტი ირაკლი კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის დასამთავრებელი გახდეს. და ის ადგილი, ქვეყანა არის სიმბოლოები ქმნის სახელმწიფოებს. მე ესეც სახელმწიფოში მინდა რომ ვიცხოვრო, რომ დიდგორის ველი ვერ შეაფასოს ვერავინ, რომ ეს საინვესტიციოდ რა ღირს დიდგორის ველი შეუფასებელია. ისევე როგორც კრწანისის ნაკრძალი. 300 არაგველის სისხლით მორწყულ ადგილას, რომ არაბული ქალაქი არ უნდა აშენდეს, ამის თქმა მე არ შემეშინდება. და აი ამ ხელისუფლებასთან გვაქვს ჩვენ საქმე. და ინვესტიცია კიდე ის არ არის ბიბლიური ჭეშმარიტება. რომ აი ინვესტიცია შემოდის და არ უნდა დავინტერესდეთ თურმე რას აშენებენ, როგორ აშენებენ, ვინ აშენებს და რატომ აშენებს. ხო, და ის ინვესტიციაც ჩვენ ამ ქვეყანაში ვიქნებით მასპინძლები, ეს იცოდეს ყველა, მე მინდა რომ ესეც სახელმწიფოში ვიცხოვრო და ჩემო მეგობრებო, თანამოქალაქეებო, მთავარი ორი საფრთხის წინაშე ვდგებით. ერთი არის ის რომ ჩვენ იდენტობის გრევა მიდის და გელათის დატბორვით დაიწყო და ეხლა კრწანიში არაბული ქალაქით და რაღაც თბილისის საამიროს აშენებით სრულდება და ამავე დროს დექართუალიზაცია რაც ხდება, ქართველები გადიან ქვეყნიდან, უცხოელები შემოდიან ქვეყანაში. როგორც ახალგორში არ აშენდება რუსული ქალაქი, ისე კრწანიში არ უნდა აშენდეს არაბული ქალაქი. ეს იცოდეს ყველა. და ამავე დროს, რაც არის მნიშვნელოვანი, ივანიშვილი ურტყამს ორ მთავარ მიზანს, რომელიც ჩემი აზრით ჩემ თაობას უნდა კონდეს და აქვს. ერთი არის ცხინვალში და სოხუმში დაბრუნება. და მე მაქვს ეს ამბიცია და მინდა რომ ამ დღეს მოვესწრო, რომ იქ საქართველოს დროშა ფრიალებდეს და მალე მოვესწრები და მეორე ეს არის რომ საქართველო დაბრუნდეს ევროკავშირში. ორივე მათგანს ბიძინა ივანიშვილი უპირებს აორთქლებას. და ამის ატანა თუ გვინდა და იმესი ზოგიერთს ოღონდ მიშა არ მობრუნდეს გამო ქვეყნის დაქცევის ყურება მოწონს, ჩემი აზრით ყველამ ეს კომპლექსი უნდა გადალახოს.